ვიდეო. ეხლა ნახე რას ვაკეთებ მე. მოკლედ აქ ფოტოს featured ფოტოს რო ატვირთავ, ნუ ეს გამოჩნდება. ეხლა აქ გვაქვს ტექსტის ადგილი. ესე იგი, აქ დავწერ ტექსტის ადგილი. უბრალოდ აი აქ. მაგრამ ეს არ გამოგადგება, მეცა. აი ეს იყოს. აუ ნახე შენ გინდა რომ დაწერო ტექსტი და მე პროდუქტების ჩააგდო, ხო ეგრეა? ანუ ნახე, აი აქ რაღაც ტექსტს რო დაწერ, აი აქ. აი იყოს მაგალითად ტექსტის ჩასაწერი ადგილი. მე აქ აი რაღაცა ფოტო ჩასვი და უშვათ. ამ ფოტოს აქედან ცვლი. აქედანვე, ანუ ეს რენდომ ფოტოა. მე აქაც ტექსტის ადგილი და უშვათ, მეცა. ანუ რაღაც ტექსტი დავწერე. მე აქ რაღაც ფოტო ჩავსვი და მარჯვნივ ტექსტი. მე აქ აი. რაღაცა გავაყოლე ახლა მე. და აი აქ ნახე. მეცა აქაც ტექსტის ადგილი გავაკეთო. ეხლა ნახე რა ხდება. ეხლა ამას დავასეივებ ერთი წამი. save template და დავარქვათ ამას სტატიის შაბლონი და ესე დავარქვათ. ეხლა ნახე. აი როგორ ვდებ სტატიას. აი დავიწყოთ. დავდოთ, მოდი ეხლა ერთი სტატია მე და შენ. წავიდა. გადავედი პოსტებში და add new post. დავაჭირეთ add new post და ეხლა დავწეროთ მაგალითად, რავი, rati design, rati home decor დავუშვათ. rati home decor-ი დავწერე. მე ხელმარჯვნივ ჩამოვედი, ავირჩიოთ ეხლა კატეგორია decor and style მაგალითად. ესაც ვქენი. ეხლა მოდი თეგები, ნუ აქ რასაც გინდა თეგებს გავუწერ, თეგების გაწერა კი იცი. აქ შეგიძლია აირჩიო, მაგრამ ეხ თეგი საერთოდ არ არის, მაგრამ აქ ეხლა რახან პირობითად რატია, რახან home decor-ია, რახან სტილი დაშენე, შეგიძლია დაწერო რომ მაგალითად რატი, მძიმე, კიდე home მძიმე, decor მძიმე და ნუ ასე შემდეგ და ეც დააჭირო და აი სამი თეგი ჩავარდება რა. ანუ 4 ან 30, ნუ რამდენიც გინდა. ანუ რას ვაკეთებ? სახელს ვარქმევ, ვირჩევ კატეგორიაზე, თეგებსაც თუ მინდა გავუწევ. მე ეხლა რა ხდება? ნუ ეხლა წავშლიან თეგებს. მე რა ხდება? ქსუქვევით ჩამოვდივარ და აქ მაქვს feature image. და აქ feature image-ში უნდა ავტვირთოთ ეხლა ჩვენ ფოტო. ოღონდ ყველა ფოტო უნდა იყოს ერთი ზომა. ანუ სხვადასხვა ზომა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ზევით ქვევით დალაგდება ძალიან ფოტოები რა. ამიტომაც რაღაცა სტანდარტი ავიღოთ ფოტოს. აი მაგალითად 1500, 1500, ან 1000, ან 4 კუთხედი ფოტოები ავიღოთ რა. მნიშვნელობა რა აქვს? 1500, 1500-ზე იქნება თუ 1000, 1000-ზე. თუ 1200, 1200-ზე. თავი იყოს 4 კუთხედი. ეხლა უბრალოდ ავირჩიოთ აი ეს ფოტო 1500, 1500-ზე მაგალითად. და ავტვირთე. ესე იგი, მიუთითე სახელი, მიუთითე კატეგორია, დავწერე თეგები და მოკლედ ეს ფოტოც ავტვირთე. ეს რო ვქენი, ეხლა უნდა დავაჭირო publish, ანუ გამოვაქვეყნო. всё, ეს სტატია დაიდო. ეხლა უკვე შიგნით მინდა კონტენტის შეყვანა. ეხლა ვაწვევი edit with elementors, ანუ publish-ის მერე ვაწვევი edit with elementors, რომ უკვე შიგნით შევიტანო ის მასალა, რაც მინდა.
აჰა, აი აქ ფოტო ეხლა ჩანს, დასახელება ჩანს. ეხლა რას ვაკეთებ? როგორ შემაქ აქ კონტენტი? აი აქ უყურე ელემენტორში ვარ, აი აქ რაღაცა folder-ის აიკონი როა, ვაწვევი folder-ის აიკონს და გადავდივარ my templates. აი აქ მაქვს სტატიის შაბლონი და insert და ნუ აქ დავეთანხმები. ეხლა აქ ჩავარდება უკვე ჩვენი სტატიის შაბლონი, დაველოდოთ. აჰა, ჩავარდა. სადაც მაქვს არჩევანი იმის, რომ ტექსტები დავამატო, ფოტო შევცვალო და პროდუქტები დავდო. ეხლა ნახე რა ხდება. აი ტექსტის ჩასაწერი ადგილი, ხო? აი აქ მაგალითად დავწერ რომ რაღაცა rati design decor bla 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 და ნუ ასე შემდეგ. რაღაც, ხო? მერე უკვე აი აქ ხა ფოტო მინდა შევცვალო. ან თუ არ მინდა ფოტო და მარჯვნივ ტექსტი, შემიძლია აქ X დავაჭირო და საერთოდ წავშალო ეს ბლოკი. მაგრამ თუ ფოტო მინდა რომ იყოს, აქ რაღაც სხვა ფოტო შემიძლია ავტვირთო, დავუშვათ. აქ ხა ეს ავტვირთოთ. აი ესე და ტექსტის ადგილში აი აქ რაღაც სხვა ტექსტი დავწეროთ, ხო, რაღაცა bla bla bla, რაღაცა. მერე ეხლა ჩამოვიდი ქვევით და ეხლა ამ სტატიაში მინდა რომ რაღაცა პროდუქტები გამოვიტანო, ხო? ვაწვევი ამ ბლოკს აი აქ და აი აქ ეხლა მითითებულია რომ გამოიტანოსო ყველაო რა, ანუ ყველა პროდუქტიო. მაგრამ მე ხო კონკრეტული პროდუქტების გამოტანა მინდა. ამ შემთხვევაში ვაკეთებ ახლა რას? ნახე, აქ ჩვენ უნდა ავირჩიოთ. ეხლავე გეტყვი, ეხლავე აი აქ ასე იგი გრიდი, ერთი წამი. აი მაგალითად სახელი ჩავწეროთ პროდუქტის კონკრეტულად. მინდა აქ დავუშვათ Dyson-ი. ნახე, ესე არ გამოიტანა. ერთი წამი მაშინ დამელოდე. აი list of items. აი ეგ რო წერია. ეს მიუთითოთ და ეხლა დავწეროთ დასახელება პროდუქტის. რაც ქვია? აი Dyson-ი. და კიდე მინდა დავუშვათ კეურიგი. ანუ ეს კონკრეტულად ეს ორი პროდუქტი მინდა. აი ჩავსვი ეს ორი პროდუქტი. და მე აქ უკვე ქვევით თუ ტექსტი მინდა, კიდე დავწერ რაღაცა ტექსტს. თუ აქ ტექსტი არ მინდა, მაშინ ამ ტექსტთან მივიტან მაუს, ხელ მარჯვნივ დავაწვევი და delete-ს მივცემ. ანუ წავშლი ესე ამ ტექსტს. შემიძლია აქედანაც ამოშალო, შემიძლია ეს ფოტოც მივიტანო, ხელ მარჯვნივ დავაჭირო და ამოვშალო დაუშვათ ეს ფოტო. შემიძლია ასევე რომ აი ამ პროდუქტებს მოვკიდო ხელი და ეს პროდუქტები აი აქ ჩავსვა, იმ ფოტოს ნაცვლად. აი ესე. ეხლა ნახე, ამის სტანდარტი ამ ბლოკის არის რომ 4 პროდუქტი გამოჩნდესო და იმიტომ აქ სივრცეები ეხლა. სტაილზე რო გადავალ, აქ შემიძლია რომ დავწერო, რომ აქ გამოჩნდეს მხოლოდ 2, მერე გადავიდე კარუსელში და აქაც დავწერო რომ მინდა იყოს 2. და ესე გამოვა. და თუ კარუსელი არ მინდა და უბრალოდ მინდა რომ აი კარუსელი რა არის ხო რომ დავუშვათ 4-5 იყოს და მე იტრიალოს აკეთაკეთ. ხა თუ აქ მარტო 2 ცალი მაქვს, მაშინ გრიდზე დავსვავ. დავწერ 2-ს და სულ არანაირი კარუსელი არ იქნება. ზოგადად ჯობია რომ პროდუქტში კარუსელი არ გამოიყენო ხოლმე. პირდაპირ ჯობია რომ იყოს რომ ადამიანი რო ჩამოსგლოს, ყველა პროდუქტი დაინახოს. დავუშვათ ფოტო მაქვს, უკვე დასახელება მაქვს, ტექსტები შეყვანილი მაქვს, პროდუქტები შიგნით მაქვს ჩასმული. დავაწვევი publish. ოღონდ ეს შეგვიძლია ყველგან ცვალო რა, შეგვიძლია მოვკინო ხელი და ეს გადმოიტანო დავუშვათ მარჯვნივ. ეს გადმოიტანო მარცხნივ. ანუ ესენი შენ თვითონ უნდა გატესტო რა. აი ხა აქ სივრცე რო არის რაღაც ეს კოლუმი, შეგვიძლია ამას ხელი მოვკიდო და აქედან delete-ი გავუკეთო და წაშალო. ანუ ამებზე უნდა გატესტო აი შენ როგორ მოგეწონება. ეხა publish-ი რო გავაკეთე, მე რომ გადავიდე ეხა ბლოკში, აი აქ, აი დამხვდა. rati home decor-ი. აი rati design-ი რაღაცა, continue reading-ზე გადავედი და აი ესეთი რაღაც დამხვდა. აქედან შემიძლია buy products მივცე და პირდაპირ Amazon-ზე გადამაგდოს, ან შიგნით შევიდე და უკვე აქ იმას ხდა რა. შევხედო ყველაფერს. ანუ აი ახლიდან გავიაროთ რა. ესე იგი რა ვქენით? გადავედით post-ში. add new post დავაჭირეთ. ratis სტატია დავუშვათ. ავირჩიეთ აქ კატეგორია
დავწერეთ თეგები, ავტვირთეთ ფოტო. ეხა ეს იყოს და გავაკეთეთ publish-ი. და მე ელემენტორში წავედით, ეხა გავუმეოროთ. აბა. აჰა, მე აქ folder-ის icons დავაჭირეთ, my templates-ი და insert და დავეთანხმეთ. მე აქ უნდა დავალოდოთ სადღაც დაახლოებით რაც 15 წამი, რომ კარგად ჩაიტვირთოს ყველაფერი. და შემდგომ უკვე აი აქ ვცვლი, რასაც მინდა და ვაწვევი publish. აქ ყველაფერი აქ მაქვს. ეხლა რო გადავალ აქ მე უკვე ბლოკში, ნუ ახ ამას გავთიშავთ უკვე. და აი, გამოჩნდა ეს მეორე სტატიაც. სადაც არის აი ესე. ეგ არის მაგის ამბავი რა. ეხლა რო გატესტავ ერთხელ ცდი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და ნენელა უკვე დაამუღამებ და გაიწაფები მაგაშიც. ეხლა ამებს წავშლი მე. ნუ ზედმეტი ფრეში არ იყოს, ასევე წავშლი. აქ ანუ მარტო ეხლა ვტოვებ შენ სტატიებს. შენ ასევე რა შეგიძლია გააკეთო? ეხლა მაგასაც განახებ, ნახე. შენ შეგიძლია რომ არსებული სტატიების დაარედაქტირო და როგორ? მაგალითად top kitchen-ი ხო გაქვს? ნახე? ხო. edit-ს ხო დააწვევი? აი აქ ხარ ეხა. edit-ს რო დააწვევი, აი ეხა ფოტო გაქვს ასატვირთი, აქ ფოტო ატვირთული არა გაქვს. ფოტო უნდა ატვირთო. აი მოდი რომელშიც ფოტო გაქვს, აი ამაში გაქვს ბონი ფოტო. აი ეს. ნო, აი ხა ფოტო ატვირთული გაქვს. აი აქ ეხა შეცვლა გინდა აქ რაღაცის, ხო იმ შაბლონის მიხედვით. edit-ვის ელემენტოს დააწვევი. აჰა, დავაწექით. აი გვაქვს ეს შენი სტატია. და რას ვიზავთ ეხლა? Folders დავაწვევით, my templates დავაწვევით. და insert დავეთანხმებით, დაველოდებით. და ეხლა რა მოხდა? აი ეს შენი სტატია რაც არის, იმის ქვევით ჩავარ და ესენი. და რას ვიზავ ეხლა? რას ვიზავ და ავდგები ამას ავიღებ, მოვკიდებ ხელს. ჩამოვათრევ ქვევით. და ესე. ეხლა ამ ტექსტს მოვკიდებ ხელს. ამ ტექსტსაც ქვევით ჩამოვიტან. ცა დავაკოპიროთ ეს ტექსტი საერთოდ. და ჩავსვათ აი აქ. ის წავშალოთ უკვე. აჰა. ანუ აქ შენი დასახელებაა ტექსტია. აქ მე ფოტო და ტექსტი თუ გინდა რომ კიდე რო გქონდეს, კი ბატონო, თუ არ გინდა, მაშინ X დააწვევი და პირდაპირ პროდუქტებს ჩააგდებ. აი ეს ტექსტის ადგილის თუ არ გინდა, აქედან ამას წაშლი დაუშვათ. ან ეხლა ნახე რა ხდება. შეიძლება რომ შენ ეს პროდუქტი განა ბოლოში გინდოდეს, არამედ ტექსტის სადმე შუაში. ამ შემთხვევაში ეხლა რა უნდა ვქნათ ჩვენ? რა უნდა ვქნათ და აი ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აი ამ ფოტო ისა პროდუქტის ქვევით ტექსტ ბლოკი გამოვიტანოთ, აი ესე ჩაუსვათ ქვემოთ. და მე აი ეს ტექსტის ნაწილი რაღაცა ნაწილი ტექსტის რა. ცა? აჰა. რაღაცა ნაწილი ტექსტის დავაკოპიროთ აქედან. ცა? აი დავუშვათ ეს. და ჩავსვათ აქ. სწავშობთ. და ესე გამოვა. ანუ გაიყო. ეს შუაში მოექცა ეს ჩვენი პროდუქტები. ანუ ესეც შეგიძლია რომ გააკეთო რა. აი რამოდენიმე ჯერ რო ისა მე უკვე ცხადი იქნება უფრო რა. ეხლა დავაბრუნებ მე მაგ ყველაფერს რო რაღაც არაგირიო. და მე შენ უკეთ დააკორექტირებ ტექსტს როგორც გინდა.
აი ასე. აი. გავაფუჭე ხა რაღაცა, მოდი დავარეფრეშებ და ეხლა ჩვეულებრივზე დავაბრუნე. ეხლა ამ შაბლონს დასწავლე და მე შენ როგორც გინდა ისე დააკორექტირებ შიგნით. publish.